მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რას გეგმავს თქვენთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჯარო ინფორმაციას აღმოაჩენ თქვენთვის. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან. მას დავიწყოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რა ენერგიებშია და რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით. რას აპირებს საერთოდ. მას ასე, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და რა ენერგიებშია. თუ დაოჯახებულია ჩემო ძვირფასებო და მას ყავს სტაბილური პარტნიორი გარდა თქვენი და ეს არის სამკუთხედი ურთიერთობების, დამიჯერეთ, რომ აუცილებლად ცდილობს ორს გამზე მოკალათებას. როლების გადათამაშებას ახდენს, იქაც უნდა დაიმკვიდროს ადგილი და მათ შორის თქვენთანაც. წარსულის ენერგიები დაყვება, ნახეთ, თუ მით უმეტეს აქ ბავშვების ენერგია თამაშობს ურთიერთობებში, დამარწმუნეთ, რომ ეს არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ ბავშვების ენერგია. თუ მით უმეტეს იმპერატორი ძალიან თავისებური ტიპაჟია, თავის წესებით და კანონებით ცხოვრობს, არ უყვარს როდესაც სიტუაციას ვერ იმორჩილებს, ან პარტნიორს ვერ იმორჩილებს, ამიტომ ფრთხილად იყავით მასთან. ისე თქვენ რომ მოგინდებათ, ისე ვერაფერი ვერ იქნება დამარცხებით. იმიტომ რომ თავისი პრინციპები აქვს. თუ შეუქმნით ქაოტურ მდგომარეობას და დაიწყებთ რაღაცების გარკვევას და მტკიცებას, დამარწმუნეთ, რომ ის უბრალოდ ხელს დაგიქნევთ და წავა. მას დავიწყოთ, მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენზე. ეს ვაჟბატონი დღევანდელი გადმოსახედიდან რას ფიქრობს თქვენზე. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, ცოტა კუდიანი ხართ სხვათა შორის. ნახეთ, იმ დროს გამოჩნდით მის ცხოვრებაში, როდესაც ყველაფერი თავდაღირა იდგა და საკმაოდ დიდი უფსკოლის წინაშე იყო. შეიძლება ეს ფინანსებს უკავშირდება, შესაძლებელია პირად ურთიერთობებს უკავშირდება, შესაძლებელია იმ სტაბილურობაში, სადაც არის მესამე ადამიანი, ანუ თქვენს ურთიერთობაში, იქ იყო ქაოტური მდგომარეობა, როცა თქვენ გამოჩნდით. აი, ეხლა ცოტა დისტანციას ხედავ ურთიერთობაში. მიუხედავად აი ამ ძალიან გამძაფრებული ემოციისა, პატივისცემის, თუ ძალიან დიდი სიმპათიებისა, რომელიც თქვენს მიმართ აქვს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეხლა დისტანციური ურთიერთობებია. აქ არის რაღაცა ხისტი ენერგიები, შესაძლებელია გაბუტულია თქვენზე და გაბრაზებულია, ცოტა ხანი დააცადეთ, გაიბუტოს, არა უშავს, მიუხედავად რომ იმპერატორიც ბრაზდება ხოლმე ენადამება. ბრაზდება ხოლმე და მიუშვით ცოტა ხანი რა იქნიოს ეს ხმალი, იმიტომ რომ ძალიან იქნევს ამ ხმალს გაცოფებული და გამწარებულია. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს ჩამოკიდებული სიტუაციები უახლოეს პერსპექტივაში მოდის ძალიან აქტიურ პარტნიორად. ანუ ნახეთ, ეხა თუ რაღაცა რესურსებს უყურებს, გატრიალებულია სხვა მხარეს, იმიტომ რომ შესაძლებელია რაღაცა გამგზავრებასაც ფიქრობდეს, იმიტომ რომ მოსაძიებელი აქვს ძალიან ბევრი ფინანსური რესურსები. ამ თვალსაზრისით არის ეხლა დაინტერესებული და ძალიან აქტიური, ამიტომ აი ეს გრძნობები ცოტა სამომავლოდ შემოინახა. ეხლა უფრო ფინანსური ტენდენციების მოგვარებას უნდება და ეს არის ერთგვარად მნიშვნელოვანი ამ წუთას ამ გადმოსახედიდან. რაც შეეხება თქვენთან დაკავშირებით, ეხლა თუ არის